სტატია სარეველა. წარმოიდგინეთ, სულის და გულის გამხარებელი მოხასხასენდელო, მწვანეთ მობიბინე ჯეჯილი, როგორ გადკბობთ იგი. ეს არის ჩვენი ჩინებული ახალგაზრდობა, საბჭოთა ახალგაზრდობა. ეს ახალგაზრდობა ახარებს ჩვენს ქვეყანას, ხალხს, ყოველი საბჭოთა პატრიოტის გულს შესანიშნავი თვისებებით, გმირული შრომის, ბრძოლისა და ბეჯითის სწავლის შთამაგონებელი მაგალითებით. მაგრამ წარმოიდგინეთ, აი ამ დევოში, ამ ყვავილნარში ზოგან მოდებული სარეველა ბალახი, როგორ აფერხებს და ზიანს აყენებს იგი საღი მცენარის გაშლა გაფურჩქვლას. სამწუხაროდ, ქვემოთ ლაპარაკი გვექნება სწორედ ამ სარეველაზე, უღირს ახალგაზრდებზე, პირდაპირ ხულიგნებზე, უსაქმრობასა და დებოშის რომანტიკოსებზე. ჯერ კიდევ აქა-იქ რომ მოსებიან ჩვენს ლამაზ ყვავილნარს. გავხსნათ ფრჩხილები, ვამხილოთ ჩვენი დროის ქუჩის რაინდები. ესენი გახლავან, ზვიად გამსახურდია. დიახ, არ მოგესმათ, ზვიად გამსახურდია. ანატოლ მიქაძე, ვლადიმერ სიხარულიძე, თამას გუნჯუა, თეიმურაზ ცერცვაძე, თემურ მეტრეველი და მერაბ კოსტავა. დიახ, მერაბ კოსტავა. თითქმის არ ყოფილა საღამო, რომ მათ ქუჩაში დებოში არ აეტეხოთ. ხულიგნური გამოხტომებით გამოვლევნი. ჩვენი ქალაქის მშრომელები არ აღეშფოთებინოთ. ვინ არიან ესენი? თქვენს ხომ გაინტერესებთ. იქნებ უდედმამონი და მშობლიურ მზრუნველობას მოკლებულნი. სრულიადაც არა. იცნობდეთ, ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია. წერილის შვილი, ხომ გულს ადგენია. მაგრამ სამწუხარო ფაქტია. ვის ბაძავს მწერილის შვილი? ნუ თუ მასთან უფრო ახლოს არ უნდა იყვნენ, თუნდაც აი ის დადებითი გმირები, რომლებიც მამამისის ნაწარმოებებში გვევლინება. ნება გვიფოცეთ კონსტანტინე გამსახურდია. გკითხოთ, როგორ მოხდა, რომ დიდოსტატის მარჯვენის ავტორმა მხატვრული პროზის ოსტატის თქვენი საკუთარი მარჯვენა ვერ განავრცეთ თქვენ საკუთარ შულზე. თავაშვებული ახალგაზრდები ხშირად დემოკრატიაზეც გახვირიან. მათი გაგებით აი რას ნიშნავს ეს. თუ მათ ცემეს სუსტა და უდანაშაულოს, მილიციას არ უნდა ჰქონდეს საქმეში ჩარევის უფლება. საზოგადოებას არ უნდა მიეცეს დაზარალებულისადმი გამოქომაგების საშუალება. ხულიგნები გვევლინებიან როგორც სარეველა ბალახი მობიბინე ჯეჯილში. ისინი სახალს უტეხენ ჩვენს საუცხო ახალგაზრდობას. გვევლინებიან მუწუკებად ჯარსახს ხელზე. მუწუკს კი მუჭრა უნდა. სარეველას ამოძირკვა. ჩვენი ამ წერილის ვაიგმირები მალე წარსდგებიან ხალხის სამჯავროს წინაშე და დამსახურებულ საშილს მიიღებენ ხულიგნობისა და სხვა ანტისაზოგადოებრივი მოქმედებისათვის. 1956 წლის 15 დეკემბერი. მე ერთის მხრივ გული მტკივა, რომ შენი ბავშვობა მთავრდება. მეორეს მხრივ კი მიხარია, რომ შენ სადაცაა ჩემს ყველა სურვილს გაიგებ და მალე გვერდში წამომიდგებ. თუნდაც ჩემი გაწვალებული სიცოცხლე რომ ავიღოთ,